აი ახლა ეს ხელი გაშალეთ და მთელი სამყარო ნახეთ რამდენი ხალხი მეორე ნაბიჯი ნახეთ აი გაშალეთ თეატრი არის და იქნება მუდამ და მარადჟამს თეატრი არის ბედნიერი უბედურება კიდევ უკეთეს გეტყვით რეჟისორის ნებაყოფლობითი დიქტატი თეატრი არის ის, რასაც კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმში ჯერ კიდევ 80-იან წლებში ერთგულებას ეფიცებოდნენ და ათობით ადამიანმა საკუთარი ცხოვრება სწორედ ამ უკანასკნელს მიუძღვნა. თეატრი არის ის, რისთვისაც იღწვიან ეს სტუდენტები, რისთვისაც ბევრი შრომა, ოფლიზღვრა და ღამეების თენება თეთრად მოუწევთ. ასე რომ ყოველ წელს მათთვის ნასურნები სესილია თაყაიშვილის ან სოფიკო ჭიაურელის გზა მართლაც ეკლიანი იქნება. ხუთი წლის წინ კომპანია რედიქსის ინიციატივით თეატრალური ნათლობის ცერემონიალი აღდგა. წელს ამ უკანასკნელმა საიუბილეო თარიღი აღნიშნა. სახლ-მუზეუმშიც პირველმა მონათლულებმა უნივერსიტეტი დაამთავრეს და იმ ფიცის შესრულებას შეუდგნენ, რაც მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმის სცენაზე 4 წლის წინ დადეს. მათ მაგივრად კი წელს დიდი რეჟისორის სახლში ათობით ახალბედას დაენათლა მსახიობების თუ რეჟისორების სახელი. 5 წელია რაც აღდგა ეს ტრადიცია და მე მოხარული ვარ რომ ესეთი ლამაზი გამოდის ყოველი წელი ერთმანეთზე უკეთესი. არაფერი არ შეცვლა გარდა იმისა რომ წლიდან წლამდე ზოგჯერ ჩნდებიან ახალი სახეება, მეტნაკლებად ძველები იგივეები არიან. წელს უფრო მრავალრიცხოვანია მონათლულების ჯგუფი ვიდრე დაუშვა შარშან წელს უფრო მეტი იქნა მიღებული დრამის ფაკულტეტზე. ეს ძალიან სასიამოვნო და ძალიან კარგი რიტუალია. თქვენს გავლილი გაქვთ ეს რიტუალი. და ჩვენ აი რა ბოლო რამოდენიმე წელია რაც ის აღვადგინეთ. მინდა მადლობა უთხრა ბატონ ლაშას პაპაშვილს. წინა წლისგან განსხვავებით საზეიმო ფიცის წაკითხვის პატივი წელს ნინელი ჭანკვეტაძეს ხვდა წილად. თუ დიდი მსახიობების სიაში ამ უკანასკნელს ხშირად მოიხსენიებენ, არავინ თქვას რომ ეს დაუმსახურებლად ხდება. მსახიობის სიტყვით გამოსვლამ და ულამაზესმა ეტიუდმა რიტუალს კიდევ უფრო ჯადოსნური სახე მისცა. საჭირო რომ ნინელი ჭანკვეტაძე და სესილია თაყაიშვილი გაიზარდოს ვიღაცა გვანცა ბუცხრიკიძე არ ვიცი სალომე რაღაცა ებანოიძე ან რაღაცა არ აქვს მნიშვნელობა იმიტომ რომ ყველა ადამიანი არის თავისთავად ღმერთისგან თავისთავად ნიჭიერი მით უმეტეს ამ სპეციალობაში რომ მიდის მას არ ჭირდება რომ ვინმეს დაემსგავსოს ან ვინმე იყოს ის უნდა იყოს ის რაც არის რამდენი ნათლული გეყოლებათ საშუალოდ 1058 კურთხევა მათი ბედნიერი ყოფილიყოს ბედნიერი ჯამთელი გახარებულები ყოფილიყვნენ მოდი ვთქვათ ლეილა აბაშიძე იქნება დიდი სიამოვნებით ცეცილია თაყაიშვილი გენიალური იყო და ასე შემდეგ რავი ძალიან ბევრია ვისაც კერპად დავიყენებდი და ვისი გზითაც ვიულიდი მთელი ჩემი ცხოვრება რავი ძალიან ბედნიერი ვარ 2 წელი ველოდებოდი ამ მომენტს რომ მე ოდესღაც გრინს უცხებდი და აი იმ დონეზე ბედნიერი ვარ რომ აი არ ვიცი აი კანში ვერ ვეტევი რა მთელი ცხოვრება იცოდი რომ მსახიობი უნდა ყოფილიყავი კი ძალიან მინდა და მთელი ცხოვრება ჩვენ ყველას გააზრებული გვაქვს რამ ხელას ჩემას მოითხოვს და თავდადებას ეს პროფესია და ზუსტად ვიცით რომ ჩვენ მზად ვართ ამისთვის და მე ყოველ შემთხვევაში მზად ვარ თეატრალური ნათლობა რაღაც ჰიპოკრატეს ფიცის დადების დაგვარია. მომავალი მსახიობები, რეჟისორები, თეატრმცოდნეები თუ ქორეოგრაფები საზეიმოდ დებენ პირობას, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საკუთარ პროფესიას და ერთგულად ემსახურებიან სამშობლოს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი ჯერ კიდევ ვერ ხვდება ამ დღის მნიშვნელობას, ეს იმდენად ამაღლებელი მომენტი. სატირალი არ იყო ვაფშე? არა, ეს მან არ ვიცი. ისე დიდ ბედნიერებასთან არის კავშირი. აი მუხლის მოტრაკის დრო. აი მაგ დროს კვირიკაძე მიგრძნო ყველაფერი. დარწმუნებულები ვართ, რომ არც ერთ მათგანს სამსახიობო გრიმით პირველად მოთხოვნული სახე არასდროს დაავიწყდება. ისეთი ბედნიერები არიან, ისეთი გახარებულები არიან და პროფესიაში ადგავენ ნაბიჯს და წარმოიდგინე რამხელა სიხარულია. აი აქ იწყება ის რაღაცა საოცარი
რომლითაც ესენი უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც ადამიანებს უნდა მიანიჭონ დღე სასწაული. რამდენი ადამიანის ნათლობაში მიგიღიათ მონაწილეობა? მე ბევრის მე მახსოვს რომ დოდო ალექსიძემ წამისვა ეს გრიმი და მაშინ კარგად არ მესმოდა რა ადამიანმა წამისვა ხელი გავიდა წლები და ეხლა ჩემთვის ერთ-ერთი საამაყო წამი ჩემი ცხოვრების არის ის რომ დოდო ალექსიძემ წამისვა გრიმი. ემოციური ცოდნა ინახება ჩვენ დიდი მასწავლებელი ბატონი მიშა გვასწავლიდა თუმანიშვილი რომ თქვენ ახლა ზურგზეო გუდა კიდიათო დიდიო და იქ ინახება ცოდნა ემოციები განწყობები და მე როცა დაგჭირდებათ იმას ყოველთვის ამოიღებთო და მე მგონი რომ ეს იქნება ყველაზე ჯადოსნური დღე ამ ცხოვრებაში. წელს თეატრალურ უნივერსიტეტში ნიკო გომელაურის ვაჟი ჯეჯიც ჩაირიცხა. მონათლულებს შორის Music Box-ის წამყვანი მარიდა ჯანაშიაც აღმოვაჩინეთ. ეხა ჩვენ ვიმყოფებით ყვარელში გრიმის ხებაზე და რას გრძნობნათო? არ ვიცი, ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო, იმიტომ რომ ჩვენს გარშემო არის არაჩვეულებრივი საზოგადოება და მართლაც ძალიან ეს არის ნატო ჯუღელი, თეატრალურ უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი მარიამ. ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან მაგარი გრძნობა ეს ყველაფერი გარემო. მე ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან მაგარი გრძნობა. ტელევიზიაში არ მუშაობ დღეს. თეატრალური ნათლობის ტრადიცია უბრალოდ ერთი ლამაზი დღეროდია. ეს უკანასკნელი ხომ მინიმუმ სტუდენტურ ცხოვრებაში შებიჯების აღნიშვნა და მომავალი სამსახიობო მწვერვალებისკენ მიმავალი პირველი ნაბიჯია. მოკლედ მადლობა კომპანია Redix და ლაშა პაპაშვილს იმისათვის, რომ თუ ოდესმე ჩვენს თეატრალურ სამყაროს სოფიკო ჭიაურელები და კახი კაფსაძეები კიდევ გაუჩნდებიან, ჩვენ მათი პირველი ნაბიჯების მომსწრეობით ვიამაყებთ. თავი უნდა მომჭრათ ერთი, ორი, სამი. ვადა დაია დაია დაია, ვადა დაია დაია დაია, ვადა დაია დაია დაია, ვადა დო. დაია 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 დაია.